ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მთავარისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი გვიყვება, რომ ქმარმა ცოლი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მთავარი უწყებისგან დეტალების დაზუსტებას ისე ველოდება. ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. ვალდებულის ადვოკატი და დედა ამბობენ, რომ ქმარმა თვითდაზიანებები მიიღენა. შემთხვევა 22 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ცოლმა ქმარს სასიკვდილო ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა. საწვავის კრიზისი რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის სასაქონლო ბირჟებზე საწვავის ფასები ისტორიულ რეკორდებს ამყარებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმა. როსტატის მონაცემებით წლის დასაწყისიდან ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების ბენზინის ღირებულება 5.7%-ით გაიზარდა. საქართველომ რუსულ ინტერრაოს ბიუჯეტიდან 76 მილიონიანი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ქართულმა მხარემ რუსულ ენერგოკომპანიასთან საარბიტრაჟო დავა წააგო. ტრიბუნალმა ძალაში დატოვა პირველადი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გამოიტანეს.